ბათუმში კი 170-ად საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ აქციის მონაწილეებს, თან ჰქონდათ ამ ქალაქის მცხოვრები პოლიტპატიმრების ფოტოები. დემონსტრაციის მონაწილეებს გამოცემა ბათუმელები ესაუბრა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ესეთი რამე ამ ქვეყანაში არასდროს აღარ გამოვიდეს რა. აი ამ ადამიანები პიროვნულადაც ჩემთვის ძალიან სამწუხარო საყურებელია, როდესაც აი ახალგაზრდა ადამიანები თანამონაწილეობენ რაღაცნაირად აი ამ ფალსიფიცირებულ სასამართლოში. სასამართლოში თვითონ რაღაც მომენტში შეიძლება გაგიჩნდეს განწყობა, რომ აი თვითონ ობიექტურად მიდის იქ რაღაცა, ხო? არა, ამიტომ ეს ბრძოლის ნაწილია, რა თქმა უნდა, ყველაფერი სასამართლოც, პროტესტიც ყველგან და სიმხნევე არ უნდა დავკარგოთ. ბევრს ჯერა რომ ნამდვილად ქართული ოცნება ძალიან ძლიერია, თითქოს მას არ აწუხებს სანქციები და ამას ვაკეთებთ იმაზე დაყრდნობით, რომ რას ამბობს სიტყვაზე მდინარაძე და კობახიძე. ამ ადამიანებს პრინციპში არც აქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ თქვენ ის რაც სათქმელია, ხო არ იტყვიან, რომ სანქციები რთულად მოქმედებს და ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია. არა, სინამდვილეში გაწუხებთ. სინამდვილეში რომ ასე არ იყოს, ხო? სინამდვილეში რომ სანქციები იყოს მტკივნეული, მაინც იგივე რიტორიკა ექნებოდათ, როგორც აქვს ზუსტად ახლა. ერთადერთი განსხვავება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, ეს არის როგორ ტოვებენ ჩუმად, ოღონდ მაღალი თანამდებობის პირები ოცნების რიგებს და მეტიც ქართული ოცნება როგორ ჩამოიშორებს ხოლმე ერთდროს თავის ლიდერებს. ოპოზიცია რო ევროპაში და თუნდაც გაევროში ევროპაში რო შენზე მეტი უპირატესობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მმართველობა დამთავრებულია ქვეყანაში. ოპოზიციას რომ შენზე მეტი გავლენა ექნება ევროპაში. უბრალოდ სირცხვილით უნდა დაიხურო თავზე ქუდი და უნდა წახვიდე. თუ ხარ ღირსეული ადამიანი, მაგრამ ღირსება ამათთან შორს არის, რა თქმა უნდა, თავისთავად. როგორ შეიძლება გიხაროდეს ხელი ჩამორთმევა და ოპოზიციას არადი მიყავდეს ევროპაში და შენ მეორე მხარეზე იყო, მიჩეჩებულიყო გვერდზე. ეს ხო სამარცხინო ფაქტია.